ახლა ქუთაისი, სადაც ადგილობრივი არასამთავრობოებისა და მედია ორგანიზაციების წარმომადგენელთა მიერ საშელახსრულების მეორე დაწესებულებასთან აქცია გაიმართა. აქციას შეუერთდნენ პატიმრის ახლობლები და რიგითი მოქალაქეები, ასევე სასულიერო პირები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. ბოლო ინფორმაციით ქუთაისიდან პირდაპირ ეთერში 12 ხურცის საგვართობა 12 მე კიდევ ერთხელ მოგესალმები საღამოშიდობის. აქცია სახელწოდებით არაწამო ამჯერად ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ მიმდინარეობს. აქცია სტუდენტების ორგანიზებით მოეწყო. აქციას შეუერთეს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებიც. ჩემს გვერდით არის ახლა ერთ-ერთი სტუდენტი, აქციის ორგანიზატორი ირაკლი ვაჩიბერეძე. ირაკლი, როგორც ვიცი, აქცია სპონტანურად დაიგეგმა სოციალური ქსელების მეშვეობით, როგორც ვიცი, ფეხით აპირებთ. რამდენიმე საათის წინ სტუდენტებმა გადავწყვიტეთ თბილისის სტუდენტებს შეუერთებული ყავით და ჩაგვეტარებინა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში საპროტესტო აქცია დევიზით არ აწამოთ. აემით ჩვენ გვინდა მოუწოდოთ ხელისუფლებას, რომ წამება არის დანაშაული და მათ უნდა აღიარონ ეს ყველაფერი, რომ დანაშაული ჩაიდინენ და აუცილებლად უნდა დაესაჯონ. ასევე მინდა დავამატო, ქუთაისის ნომერ მეორე დაწესებულებაშიც ანალოგიური მდგომარეობა არის. უბრალოდ კადრებით არ არის გავრცელებული, თუმცა სახელმწიფოს ანგარიში ხშირად არის მოხსენებული, რომ აქაც არის პატიმრების ცემა, ასევე გაუპატიურება და ასე შემდეგ. ჩვენ აი ამ ყოველივეს ვგმობთ ზოგადად, რაც ხდება ქუთაისის და ზოგადად საქართველოს ციხეებში. კიდევ ერთი აქცია უკვე დღის პირველ ნახევარში გაიმართა ქუთაისის ნომერ მეორე საშელახსრულების დაწესებულებასთან ადგილობრივი მედიისა და არასამთავრობო სექტორის ორგანიზებით. აქციას მოგვიანებით შეუერთდნენ პოლიტიკური პარტიები, ასევე სასულიერო პირები, რიგითი მოქალაქეები და პატიმრის ოჯახის წევრები. ზოგადად, როდესაც ესეთი რამე ხდება ქვეყანაში, ამის წინაშე საზოგადოებამ, მედიამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ზოგადად სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა აღიმაღლოს ხმა და ხმამაღლა უნდა თქვას, რომ არა წამებას, არა ძალადობას. ეს არ არის პირველი შემთხვევა ასეთი. ოდესმე ხო ამას უნდა ქონდეს დასასრული. ვინ არის პატრონი, არავინ. გვასვამენ თავზე ახალაიებს, ასე უბედურებს და ამრავლებენ, რომ ამოგვიჟლიტონ. და პატიმრებზე რა უნდა ვილაპარაკო, როდესაც გარეთ ვართ დაპატიმრებული დიდი და პატარა, პედაგოგიდან, პოლიციელიდან, მოსამართლიდან ყველა პატიმარი არის. აბსოლუტურად ბიზნესმენიდან ყველა პატიმრები ვართ. მთელი საქართველოს პატიმრები. ჩვენ ტელეეკრანებიდან ჩვენ მანამდეც გქონდა ამაზე ინფორმაციები და ამბიონიდან გადაგებდით და მარტო ამბიონიდან გადაგება როგორც გამოჩნდა ახლა არ არის საკმარისი და დღეს ერი და ბერი ერთად უნდა დაუდგეთ. აქციების სერია ქუთაისში გუშინვე დაიწყო პატიმრების წამების სამსახური ვიდეო მასალის გავრცელებისთანავე. გუშინ ქუთაისის მედიის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე შეჭრიდნენ და ასევე წუხელვე გამართეს აქცია მათ ქუთაისის ნომერ მეორე საშელახსრულების დაწესებულებასთან. დღეს კი ქუთაისის უნივერსიტეტის შემდეგ აქციის მონაწილეები უკვე ცენტრალური მოედნისკენ გადაინაცვლებენ. ისინი ფეხით მსვლელობას იწყებენ უკვე ამ წუთებში. თორმეტ ხურციძე საუბრობდა ქუთაისიდან პირდაპირ ეთერში საპროტესტო მსვლელობები მოეწყო დღეს გურიაში. ქართული ოცნების ლიდერები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან, გურიის გუბერნატორის ადმინისტრაციასთან, ოზურგეთის გამგეობის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის რამაზ ნიკოლაიშვილის შტაბის, იუსტიციის სახლსა და გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს შენობებთან შეჩერდნენ. საპროტესტო აქციები გაიმართა ლანჩხუთსა და ჩოხატაურშიც. მოსახლეობამ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გადადგომა მოითხოვა. ეს არის დანაშაული კაცობრიობის წინაშე და პასუხი კონკრეტულმა პირმა კი არა, ხელისუფლებამ და კონკრეტულად სააკაშვილმა უნდა აგოს. ეს არის სახალხო მოძრაობა, რომელიც ამ უგუნურმა ხელისუფლებამ თავისი სადისტური მეთოდებით მისცა დასაბამი. ბათუმში პატიმრების წამების წინააღმდეგ პროტესტი მწერალთა კავშირშიც გამოხატეს. მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ დავით თევდორაძემ ვიდეო კადრებში ნაჩვენები წამების ფაქტები ფაშიზმს შეადარა და აღნიშნა, რომ კადრებში ასახული რეალობა აღემატება საკონცენტრაციო ბანაკებში მომხდარ ფაქტებს. საპროტესტო აქცია ასევე მიმდინარეობდა ბათუმის მესამე საპრობილესთან. აქციის წევრებმა ციხის ადმინისტრაციას სიფრთხილისკენ მოუწოდეს და პატიმრებს სოლიდარობა გამოუცხადეს. საპროტესტო აქცია დაბა ხულოშიც გაიმართა.
დეტალს კი არ მაქვს, რა უნდა ვთქვა, როგორ უნდა ვთქვა, რა შეფასება უნდა. ეს არ მოხდა რაღაც ერთ გარკვეულ ნაწილს. ეს ჩვენი სამშობლოს ნაწილია. სოფლის საჩვენოს სამშობლოს გაუპატიურების კადრები. ეს უნდა აწუხებდეს თანაბრად ყველას, რომელ ნაპირზეც არ უნდა იდგეს, რომელ ნიადაგზეც არ უნდა იდგეს, რომელ პედესტალზეც არ უნდა იდგეს, იმიტომ რომ დაწყებული თავიდან დამთავრებული ბოლომდე ეს არის დასაგმობი. მე ვამბობ ძალადობას არა. ეს რომ ყოფილიყო თუნდაც იმ დემოკრატიულ ქვეყნებში, როგორიცაა ამერიკა, როგორიცაა დასავლეთი ევროპის დემოკრატიული ქვეყნები, მთელი მთავრობა გადადგებოდა და მას პრეზიდენტიც მიყვებოდა. პატიმრებისადმი არასათანადო მოპყრობას აპროტესტებდნენ დღეს ბოლნისშიც ქართული ოცნების ბოლნისის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყეს ბოლნისის გამგეობის და პოლიციის შენობასთან. არც ის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად ცოცხლები დააწყვეს მუნიციპალური გამგეობის წინ და პოლიციის შენობასთან ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატებმა და შტაბის ხელმძღვანელებმა საშელახსრულების დღდანის მერვე დაწესებულებაში პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობის გამო შეშფოთება გამოთქვეს და დამნაშავეთა დასჯა მოითხოვეს. ჩვენ ადგენის მოსახლეობა და ქართული ოცნების შტაბი აღშფოთებული ვართ ამ ფაქტების გამო და იმის გამო რომ ეს არის სააკაშვილის მიერ გამოცხადებული ნულოვანი ტორეანტობის პოლიტიკის შედეგი. პროტესტის გამოვხატეთ იმ მსგავსების წინააღმდეგ, რაც ჩვენ ქვეყანაში სუფევს. ძალოვანი სტრუქტურები, რომელიც ასრულებენ მთავრობის დაკვეთას, ნათლად გამოჩნდა. ხალხი არის შეძრწუნებული, აღშფოთებული. ყველამ პასუხი უნდა აქვს. ეხლა დღეს როგორ გვინდა დავაწყაროთ ნახევარი საქართველოს დედები, ქალების, რომელსაც შვილები ყავთ ციხეში 80% უდანაშაულო პრაქტიკულად ან ძალიან მცირე დანაშაულის გამო. პოლიტიკურმა პარტიებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და რიგითმა მოქალაქეებმა აქციები გამართეს გორშიც არციის მონაწილეებმა პატიმრების შეურაცხყოფაში მონაწილე პირებთან ერთად ქვეყნის პირველი პირების დასჯაც მოითხოვეს. აქციას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჭალიძე შეუერთდა, რომელმაც გავრცელებული ვიდეო მასალის ნახვის შემდეგ დაწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ. ქალაქში სწორედ ერთხელ უკვე თავი მოგჭრა შინდელი კადრების გასვლის შემდეგ გამიშთა შინაგანი პროტესტის ხმობა და გადავწყვიტე რომ წამოვიდე სამსახურიდან ოფიციალურად. მე ვფიქრობ რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩემი მიმუშაობაც კი იქნება დანაშაული. თავარი პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე არის თვითონ სააკაშვილი და ბაჩუ ახალაია და მე დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხი ძალიან მშვიდობიანად სამართალს მიაღწევს და ყველაფერი მიიღებს ობიექტურ სახეს და ყველა ეს რიგითი შესრულებები რომელიც ამ საქმეს ასრულებდა ყველა უნდა დაისაჯოს. და ცოტა ხნის წინ აქცია განახლდა რუსთავის საშელახსრულების დაწესებულებასთან, სადაც პატიმრების ოჯახის წევრები დილიდან იყვნენ შეყრებილი. ნომერ 11 დაწესებულებასთან სასულიერო პირებიც მივიდნენ და პენიტენციალურ სისტემაში არსებული მდგომარეობა დაგმეს. არაწამო იწამე ადამიანი გმოთ პატიმრების წამებას დაისაჯონ ჯალათები. ამ შინაარსის მოწოდებებით პატიმრებს სოლიდარობა ქართული ოცნების რუსთავის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა გამოუცხადეს. მათ პატიმრების წამების ფაქტები საყვირებით და შეძახილებით გააპროტესტეს. ჩემი ახლობელი იყო, რომელიც ისესცემეს, რომ კუჭზე კუჭის ჯირკვაში პანკრიასი დამართეს, ჯანმრთელი კაცი დაავადეს. რამდენ სცემენ ისე, რომ უგზოუკლოდ, უგონოთ არიან. რამდენ თქვენ რა გონიათ ის პატიმრები რომ ყუდებიან? იმიტომ ყუდებოდნენ, რომ 20 წლის ბიჭები ისეთი ავადმყოფები შედიან, რომ ყუდებიან. ეს რაც ვნახეთ, ამან ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარა. ეს საშინელება იყო. და კიდევ ასევე აუცილებლად უნდა დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი სახალხო დამცველის გიორგი ტოღუშის, რომელსაც უშუალოდ ეხება განახორციელოს მონიტორინგი თვითონ პირადად მან ან მისმა წარმომადგენლებმა ციხეებში და კოლონიებში. აუცილებლად უნდა დადგეს ამ პიროვნების პასუხისმგებლობის საკითხიც. მოვითხოვთ რომ გადავიდეს პოსტიდან მიხეილ სააკაშვილი, გადავიდეს ვანო მერაბიშვილი, ასევე გადავიდეს ძირითადი პირველი ტირანი ვინც არის ბაჩუ ახალაია და ამის შემდეგ, მხოლოდ ამის შემდეგ დამშვიდება ქართველი ხალხი. ხათუნა კალმახელის გადაყენებით ხალხის თვალში ნაცრი შეყრა არის.